საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. გამარჯობათ, ჩემო პატარა მეგობრებო. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდის ადამიანს ძლიერს. მისი ფიზიკური ძალღონე თუ ჭკუით ცხოვრება და მოხერხებულობა. დღეს მე თქვენ უნდა გიამბოთ ერთი იგავი, რომელიც ზუსტად აი ამ თემას ეხება და დასკვნები თავად გააკეთეთ. ერთი ბულბული, რომელიც ძალიან სასიამოვნოდ გალობდა, ბუჩქებზე იჯდა და დაინახა დიდმა და საშიშმა არწივმა. არწივმა გადაწყვიტა დაეჭირა ბულბული და მართლაც მიაღწია მიზანს, მოიმწყვდია კლანჭებში და შეჭმას უპირებდა. ბულბული იღუპებოდა და ერთადერთი ისღა დარჩენოდა, რომ არწივისთვის მიემართა თხოვნით. არწივო, გამიშვი. მე ერთ ლუკმადაც არ გეყოფი. შენ კიდე ასეთი დიდი და ძლიერი ხარ. ჯობს სხვა ფრინველი მოძებნო, ჩემზე უფრო დიდიო. არწივმა უპასუხა. მე ვერ გამაბრიყვებ. მე დღევანდელი ლუკმა მირჩევნია, ვიდრე სხვა ფრინველს წავებოტინოო. აი ზუსტად ამაში შეცდა არწივი, ნისკარტი გაუშვა ამის თქმის დროს, იხილთა დრო ბულბულმა და ბუჩქებში გაუჩინარდა. დარჩა არწივი, ცარიელ-ტარიელი, გაწბილებული და მოტყუებული. აი ხომ ხედავთ, ძლიერ და ძლევამოსილ არწივს შეიძლება აჯობოს სუსტმა და პატარა არსებამ თავისი მოხერხებითა და ჭკუით. ახლა მინდა დაფიქრდეთ და გაიხსენოთ ცხოველებიდან, რომელია ყველაზე მეტად საშიში და ძლიერი ცხოველი. მართალია, ლომი. ლომს ცხოველთა მეფეს უწოდებენ. ზუსტად იმიტომ, რომ ის ძალიან ძლიერია და ყველას ერევა, ყველა ცხოველს ერევა. ეხლა მოდი გაიხსენეთ ისეთი ცხოველი, რომელიც ყველაზე მშიშარა და სუსტია. მართალია, ეს არის კურდღელი. ეხლა მე თქვენ წაგიკითხავთ ქართულ ხალხურ ზღაპარს, საიდანაც გაიგებთ, თუ როგორ ძლია კურდღელმა ძლიერ და უშიშარ ცხოველ ლომს. აბა ყურადღებით მომისმინეთ. ლომი და კურდღელი, ხალხური ზღაპარი. ერთ ჭალაში ხშირად თავს იყრიდნენ მხეცები. ყველას ეშინოდა ლომისა. იგი სათითაოდ იტაცებდა მათ და ჭამდა. მხეცებმა გადაწყვიტეს, დავუნიშნოთ ლომს სამუდამო სარჩო. სარჩო ნიშნავს საკვები. დავთხოვოთ თავი დაგვანებოსო. აი აქ ჩვენ შევხვდა სიტყვა ჭალაში და მინდა აგიხსნათ სიტყვა ჭალა რას ნიშნავს. ჭალა არის ბავშვებო მდინარის ნაპირი, ტყიანი ადგილი ოღონდ. ამის შემდეგ მხეცებს ყოველდღე მიყავდათ ლომთან თითო ცხოველი შესაჭმელად. ჯერი მიდგა კურდღელზე. უნდა წაეყვანათ ლომთან. გამიშვით მარტო და სამუდამოდ დაგიხსნით ლომისგანაო, თქვა მან. მხეცებმა გადაიხარხარეს. ვერ უყურებთ ამ მშიშარას, როგორი ტრაბახის ცოდნიაო. კურდღელი დაგვიანებით მივიდა ლომთან. შიშისაგან სულ ძაგძაგებდა. ძაგძაგებდა ნიშნავს კანკალებდა. ლომა დაუყვირა. სად იყავი ამდენ ხანსაო? თქვენთან ბაჭია მომყავდა, გზაზე მეორე ლომი შემხვდა და ჭაში ჩაათრიაო. აბა მაჩვენე სად არისო? უთხრა ლომმა. კურდღელმა მიიყვანა ჭასთან და უთხრა. აი ბატონო, აქ არის. ამიყვანეთ და ერთად ჩავიხედოთო. ლომმა აიყვანა კურდღელი და ერთად ჩაიხედეს ჭაში. იქ გამოჩნდა ლომისა და კურდღლის ლანდი. ლანდი ნიშნავს ანარეკლი, ჭრდილი. ლომა კურდღელი გაუშვა და ჭაში ჩავარდა მტრის დასასჯელად, მაგრამ წყალი ღრმა იყო და ჩაიხრჩო. გახარებულმა მხეცებმა კურდღელს დიდი მადლობა გადაუხადეს. აბა დაფიქრდით კარგად და მითხარით ამ ზღაპრის მიხედვით, რომელი ცხოველია ყველაზე უფრო ყოჩაღი? რა თქმა უნდა, კურდღელი. რითია ყოჩაღი? თავისი მოხერხებულობით
და ჭკუით. აბა ეხლა კარგად დაფიქრდით და თქვენ თვითონვე მიხვდით, აი ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდვია. არწივისა და ლომის ადგილას როგორი ადამიანი იგულისხმება. ასევე როგორი ადამიანი იგულისხმება ბულბულისა და კურდღლის ნაცვლად. რა ჯობია იყო დიდი, ძლიერი, უჭკუო და მოუხერხებელი, თუ შედარებით სუსტი, მაგრამ მოხერხებული და ძალიან ჭკვიანი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენ თვითონ უნდა შეძლოთ. აი ზუსტად ამაზეა ნათქვამი, ხერხის ჯობია ხონესაო, თუ კაცი მოიგონებსაო. მე მინდა გაგახსენოთ ასევე ქართული ხალხური თქვენთვის ძალიან საყვარელი ზღაპარი, ნაცარქექია. აი ამ ზღაპარში, ნაცარქექიაშიც კი, დევი ხომ ძალიან უძლეველი და საშიში იყო, მაგრამ შედარებით სუსტმა და მოხერხებულმა ნაცარქექიამ როგორც ძლია ჭკუით. ეს არის ზუსტად აი ამ თემის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. დღეს ამით მინდა დაგემშვიდობოთ ჩემო პატარებო და მინდა გისურვოთ, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან და ღონიერებასთან ერთად იყოთ ძალიან ჭკვიანები, მოხერხებულები და შეარჩიოთ ასეთივე მეგობრებიც თქვენს გვერდით. ახლა გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.